შეცდომაში ხართ ყველა შეყვანილი, ვისაც გონია რომ დავით აღმაშენებელს ეკეთა საყური. ფრესკაზე რასაც ხედავთ მეგობრებო, ეს საყური არ არის, ეს არის გვირგვინის სამკაული, რომელსაც თუ არ ვწდები ქვია პენდილია. მაშინ ქართველ მეფეებს საყური არ ეკეთათ, არც ვირინგი არ ქონდათ, ეს ჩვენი კულტურა არის, ეს უფრო აღმოსავლეთის ცივილიზაცია არის. ჩვენთან იყო მოშვებული წვერი და გრძელი თმები. საყურე მოდაში შემოვიდა უკვე შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოში ოსმალეთმა როდესაც დაიპყრო და დომინირებდა და თუ დაუკვირდებით ულვაშიც მაგ დროს შემოვიდა. ეხლა სტატიის ავტორს მაგალითად მოყვანილი ყავს რაჭის ფეოდალი, სამეგრელოს ვეზირი, იმერეთის მეფე. ხო ჩემი აზრით მან ან მოსწონდათ ეს, ან კიდე სულთანის მიერ ერთგულების ნიშნად ეკეთათ და ის რომ საყურე სიმამაცის სიმბოლოა, ეს ტყუილი ბაზარი არის რა და ამით ნუაპარავებთ რომ მეფეებს ეკეთათ ადრე საყურე. გეკეთოთ, ვისაც გიკეთიათ, კაცო, ბევრ ჩემ მეგობარს უკეთია და ბევრი მაგარი კაცი არის, მაგრამ ხალხი შეცდომაში ნუ შეგყავთ. რაც მოგწონთ ის გააკეთეთ. ეხლა მოდაშია.